მადლობთ მოწვევისათვის. უპირველეს ყოვლისა, ეს არ არის აგრესია, ეს არის ბრძოლა გაუთავებელი უსამართლობის წინააღმდეგ. უსამართლობა სუფევს ყველგან და ყველაფერში. არჩევნებზე, CSKO-ში, სასამართლოში, ხელისუფლებაში ეს არის ზღვა, არანორმალური დიდი ზღვა უსამართლობისთვის. ჩვენ 28 სექტემბერს ბრძოლა გამოუცხადეთ უსამართლობას და უსამართლობა დღემდე გრძელდება. სწორედ ეს იწვევს ხშირ შემთხვევაში ჩემს აგრესიას. კონკრეტულად გუშინ პირველ საზოგადოებრივ არხზე ხაზგასმით მინდა ვთქვა არხზე, რომელსაც ქართველი ხალხი აჭმევს პურს. შიმშილობის გამოცხადება დაგვჭირდა იმისთვის, რომ დღეს კახა კუკავას 10 წუთის ეთერი მიეღო. კიდაც 20 წუთის, ეხლა ზუსტად არ მახსოვს რამდენი ელაპარაკა. ამაზე დიდი უნამუსობა. უბრალოდ მე არ წარმომიდგენ საზოგადოებრივ არხზე, რომელსაც ქართული საზოგადოება აჭმევს პურს. მე არ მინდა რომ ვიყო დამცველი, რომელიმე არხის ეს იქნება თქვა საზოგადოებრივი მზე, რუსთავი, იმედი ან სხვა, მაგრამ მოდით ერთზე შევთანხმდეთ. საზოგადოებრივ არხს არ ქონდა ამ დღეებში პოლიტიკური ток-შოუები, შესაბამისად ალბათ თქვენი მიწვევა იქნებოდა ფორმატიდან ამოვარდნილი. მათ არც სააკაშვილი ყოლიათ სხვათა შორის, არც დავით გამყრელიძე, არ ყოლიათ არც ირინა სარიშვილი. რატომ გამიშალეთ? აი თქვენ რითი ჯობი ხართ ეხლა? მიუხედავად ჩემი ხმა პატივისცემისა, ჩემო ქალბატონო ინგა, სააკაშვილს ნომადარებთ ძალიან გთხოვთ რა. გადარებთ რა, ეხლა ამბიციაში ორივენი გახდით იმდენად უბრალოდ აღმოჩნდით იმდენად ამბიციურები, რომ საქართველოს პრეზიდენტობაზე განვაგრძობ აზრს, იმიტომ რომ არც ეგ არ იქნება სამართლიანი შედარება. სააკაშვილს იმდენი პირდაპირ ეთერები მიცეს ამ წინასაარჩევნო და პარადების და შოუების და ხუთში დემონსტრაციების და დღესასწაულების ჩვენების უფლება, როდესაც მე 12 საათზე უნდა გამეკეთებია ეთერი და სამივე ცენტრალური ტელევიზია ჩვენი ოფისიდან წავიდა ერთი მიზეზის გამო, რომ ჩვენთანო ახალი ამბების პროგრამები დამთავრდაო. მე წარმოიდგინეთ, მილიონმა ადამიანმა მხარი დამიჭირა და საზოგადოებასთან მიმართვის უფლება არ მქონდა, რა მდგომარეობაში ვართ, რა სიტუაციაა, ხალხო როგორ უნდა მოიქცეთ და ამ დროს პარალელურად ზუსტად 9 საათით ადრე ნაციონალური მოძრაობა დროშებით, ბუშტებით, არ ვიცი კიდე რაღაცეებით დღესასწაულობდა რაღაც გაყალბებულ ეგზიტ პოლებზე დაღწნობილ გამარჯვებას. მოდით ერთ კითხვას დაგისვით. სამართლიანობა, მაშინ არ ვიცი. მე არ მინდა რომ რაღაც თავდასხმის და თავდამსხმელის როლში ვიყო. შესაბამისად მე მინდა რომ დღეს მოусმინო ლევან გაჩეჩილაძეს, რომელიც ამბობს რომ მას ეთერი ჭირდებოდა, იმიტომ რომ მას ჰქონდა რაღაც სათქმელი. მე მინდა უბრალოდ დაგისვათ ასეთი კითხვა. პირველ რიგში აქვე დავაკონკრეტებ იმას, დაემთხვა ბატონი ლევანის დღევანდელი სტუმრობა მის წინა დღის მიტინგებს, თქვა ეთერის მოთხოვნის თვალსაზრისით. ბატონი ლევანი დაგვეთანხმება, რომ პრაიმ ტაიმში იგი მოწვეული იყო გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე საერთოდ ერთიანი ოპოზიციური საბჭო გააკეთებდა რაიმე პროტესტს ეთერის დაბლოკვასთან დაკავშირებით და აქვე ვიტყვი, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ჩვენი ეთერი დაეთმობა ყოველთვის. ბატონ ლევან, დღეს თქვენ ღია ეთერში ხართ, თქვენ შეგიძლიათ განაცხადოთ, გააკეთოთ ის განცხადება, რის გამოც ითხოვდით პირდაპირ ეთერს. რა სურდა ლევან გაჩეჩილაძეს ეთქვა და რა ვერ თქვა? რა სურდა ლევან გაჩეჩილაძეს და ლევან გაჩეჩილაძემ უნდა თქვას, რომ ბრძოლა გრძელდება. ბრძოლა გრძელდება უსამართლობის წინააღმდეგ. ჩვენ მე არაფერ შუაში არა ვარ აქ. ეს არის საქართველოს ბრძოლა, საქართველოს გადარჩენისთვის. აქ ეს ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მომავალი თაობების წინაშე, ჩვენ უნდა ვიყოთ მართლები ჩვენი ხალხის წინაშე და იმ ერთგულების დავაშკაცობის წინაშე, რაც 5 იანვარს მოხდა. საქართველოში დღეს არის უმძიმესი მდგომარეობა, რაც ერთ მხრივ ძალიან კარგია და მეორე მხრივ ძალიან ცუდია. რისთვის არის ძალიან კარგი და რისთვის არის ძალიან ცუდი? ძალიან ცუდი არის იმიტომ, რომ კიდევ ზეიმობს უსამართლობა. და ჩამოთვალე, სადაც ზეიმობს უსამართლობა. არ შეიძლება დღევანდელი კახა კუკავას განცხადებები, არ შეიძლება ოქმები, რომელსაც დათო გამყრელიძე ანახებს, თინა ხიდაშელი ანახებს, მთელი საქართველო, ვინც კი არც ხმამიცა ესწრებოდა ამ გაყალბებას და სასამართლოთი ეს და გნებავთ საერთაშორისო საზოგადოებით, რომელიც რატო აძულებს ქართულ ხალხს თავს, ფიზიკურად ვერ გამიგია. აი ეს არის ძალიან უცნაური განცხადებები. თუ დავასრულეთ მე დავასრულეთ საერთაშორისო ამის მერე ჩვენ
ბრძოლა არ გავაგრძელოთ. ეს და აქედან გამომდინარე სამოქალაქო დაპირისპირება არის აი ბეწვის ხიდი ხო იცით რა არის? ბეწვის ხიდზე, რომელიც თვითონ საქართველოსთვის არის ძალიან ცუდი. ჩემი ქვეყნისთვის არის ძალიან ცუდი. მაგრამ არის მეორე, რატო არის ეს ძალიან კარგი? იმიტომ არ არსებობს რომ სულ იყოს ცუდი. გამორიცხულია ეს. რამდენადაც ძალიან ცუდი იქნება, ის მერე გადადის ძალიან კარგში. თუ ადამიანი ოპტიმისტი ხარ და ბრძოლისუნარიანი ხარ. აქედან გამომდინარე 13-ში 2 საათზე რესპუბლიკის მოედანზე, იმიტომ რომ კარგი მოხდეს საქართველოში, ყველა უნდა გამოვიდეს. ეს არ არის მოწოდება, ეს არის უდიდესი თხოვნა იმისათვის, რომ მე კიდევ ერთხელ შევძლო ამ ქვეყანაში ჩემი ამომრჩევლის ნახვა, ჩვენი ერთგული ადამიანის ნახვა და მათთან სიყვარულის და სიცოცხლის გაზიარება. კარგით, ბატონო ლევან, ერთი ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ. აი, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ დღეს საქართველო არის უკიდურეს, აი, ბეწვის ხიდი, ასეთი შედარება გააკეთეთ. დღეს კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრის მთავარი თემაც ეს იყო, რამდენადაც ცნობილი გახდა, რომ არ მოხდეს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება. მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ჟურნალისტური პოზიციიდან და გისვამთ კითხვას, ისევე როგორც დაუსვამთ და დამისვამს კიდეც ეს კითხვა ხელისუფლებისთვის. პასუხისმგებლობას იღებთ თუ არა ქვეყანაში, რომ პროცესები განვითარდეს სწორედ სამოქალაქო დაპირისპირების კუთხით? მე ვარ ის ადამიანი, რომელიც გავედი პირველ ადგილზე, გავიმარჯვე, რომელმაც დაამარცხა სააკაშვილი და მე არა აქვს ამას ჩემთვის იურიდიულ დოკუმენტს დიდი მნიშვნელობა ბოდიში და თარხნიშვილი მატყუარობის სავსე მე იმ დოკუმენტს გამომიწეს თუ არ გამომიწეს მე საზოგადოების ერის პასუხისმგებლობის დოკუმენტი თავში გამოწერილი მაქვს რატომ უნდა დაგიჯეროთ თქვათ იმ ნაწილმა ვინც მისცა სააკაშვილს ხო ხმა რომ გაიმარჯვა მაინც და მაინც ლევან გაჩეჩილაძე მოდით ერთ კითხვას დაგისვათ თბილისში წააგო სააკაშვილმა ალბათ დამეთანხმებით კარგით ალბათ დამეთანხმებით უგულავა ხალხმა უნდობლობა გამოუცხადა აი ეს არის ადეკვატური რეაქცია. სააკაშვილმა თუ წააგო თბილისის არჩევნები უგულავა უნდა. რატომ ეს ხوارიყო მერის არჩევნები? ის არჩევნებიც უგულავა რა არის დღეს? არის ფურცელი. რა არის უგულავა დღეს? მოდით მაშინ 200,000 ადამიანმა მომცა თბილისში ხმა. გამოდის და კიდე მერის სახელით ლაპარაკობს. ეს არის სამართალი. კი, მაგრამ თუ მაშინ გააყალბა იგივე უგულავა, როდესაც თქვენ ამბობთ თბილისის არჩევნები, ეხლა რატო ვერ გააყალბა თელი უბედურება ის არის, რომ აქეთ მხარეს დგას ნაციონალური მოძრაობა და აქეთ მხარეს დგას ქართული მოქალაქეები ამომრჩეველი. სამართალი რაში მდგომარეობს? მე ვიქნები პირველი ადამიანი, ვინც მეორე ტურის მერე მიხეილ სააკაშვილის გამარჯვების შემთხვევაში მოულოცავ. მაგრამ დღეს არანაირი უფლება არ მაქვს. აი იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომ ამ უსამართლობას შევეგუო. არანაირი უფლება არ მაქვს. არანაირი უფლება არ მაქვს შევეგუო ამ უსამართლობას. გასაგებია მე ისევ თბილისის თემას მინდა მიუბრუნდე. ალბათ დამეთანხმებით, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელიც თავის დროზე 96% მოვიდა ხელისუფლებაში იყო ძალიან მძიმე ალბათ იმ შედეგის ნახვა, რა შედეგიც დაიდო თბილისში. ამ კითხვას გისვამთ რატომ? თუ კი თბილისში დამარცხება აღიარა ხელისუფლებამ, იძულებული იყო თქვათ, რომ ეღიარებინა გახარებული ნამდვილად არ იქნებოდა. რატომ ვერ მოახერხა მაშინ გაეყალბებინა თბილისი? ანუ არის ის მარტო თბილისის პრეზიდენტი? უпростоრედ ქვეყნის პრეზიდენტი ნიშნავს მარტო თბილისის არჩეულ პრეზიდენტს? არავითარ შემთხვევაში. ჩვენ გავიმარჯვეთ ყველგან. სააკაშვილის მოდელმა, საარჩევნო მოდელმა, რომელსაც პირდაპირ ქვია მიხეილ მაჭავარიანის მოდელი, რომელიც ამ ქვეყანაში მეფობს აგერ უკვე 15 წელიწადია, როდესაც პრეზიდენტები იმარჯვებენ მარნეულის, ახალქალაქის და ესეთი ოლქების ხარჯზე. ეს არის შევარდნაძის მოდელი და მიხეილ მაჭავარიანის მოდელი, რომლის გამოც სხვათა შორის მიხეილ სააკაშვილს მინდა მიმართო. ვარდების რევოლუცია მოხდა აი ამ მოდელის გამო. იმიტომ რომ გაყავდა ბოლნისი, იმიტომ რომ გაყავდა დბანისი, იმიტომ რომ გაყავდა მარნეული, ახალქალაქი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩამოაყილით ახლა ესა და თუ არ მივიღებთ მეორე ტურს, მომაჭერით მაშინ თავი. კი, მაგრამ რატომ უცხადებთ უნდობლობას იმ რეგიონებს, ბატონო ლევან, რომელშიც დაფიქსირდა სააკაშვილის გამარჯვება და კიდევ ერთი. თუ კი ხელისუფლებას ასეთი მოდელი ქონდა, რატომ ვერ გააყალბა მან თბილისი? ეს არის ძალიან საინტერესო. რატომ ვერ გააყალბა და იქ არის ეთნიკური უმცირესობის დასახლებული საზოგადოება, რომელიც
ძალიან არის დაშინებული, რომელიც კახეთში არა, კახეთში ორი ოქმი არსებობს. ერთი ოქმი არის ყველა კომისიის ხელმოწერით, რომ ვიგებთ ჩვენ, მეორე არის CSKO-ში შექმნილი, რომ სადაც ვაგებთ. ორი ხელში მაქვს ეს ოქმები. სამეგრელოში ხო არ მოვიტყუები, ნაწილი ისეა, ნაწილი ასეა. ნუ დავობთ ადგილ-ადგილ რა, მე ვიძახი. სამართლიანობას გაუმარჯოს. მე არა ვარ ჩამოყალიბებული იმ აზრში, ესეთი გაყალბება რო არ მომხდარიყო, რომ მე გავიმარჯვე და დღეს პირველივე ტურში, მაგრამ საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, სამოქალაქო სიმშვიდისთვის, ჩემი ამომრჩევლისთვის, გნებავთ სააკაშვილის ამომრჩევლისთვის, მეორე ტური ეს არის გარდაუვალი რამ. რო ვლაპარაკობთ სამოქალაქო მშვიდობაზე, სამოქალაქო მშვიდობა როგორ მიეღწევა, ძალით რო გაიმარჯვებდა ერთ პოლუსზე, ერთ საზოგადოებას დატოვებდა, მეორე პოლუსზე, მეორე საზოგადოებას, თუ მიიყვან არჩევნებს ბოლომდე, გაიმარჯვებდა ჩამოგართმევენ ხელს. კარგით, მეორე ტური, როდესაც თქვენ საუბრობთ, რატომ უნდა დაინიშნოს თქვათ მეორე ტური, დავანებოთ თავი ქართველი პოლიტიკოსების, დავანებოთ თავი თარხნიშვილის შედეგებს, დავანებოთ თავი სააკაშვილის პოზიციას, დავუყოთ საერთაშორისო დონეზე მიღებულ აღიარებას. ევროპარლამენტი, ეუთო, ევროსაბჭო, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, მე აღარ წავალ. ანუ საერთაშორისო აღიარება. დასავლური მასმედია, მთელი პრესა, ყველაზე კრიტიკულად განწყობილი, სხვა შორის ბრიტანეთში ყველაზე ცნობილი, ანუ კრიტიკულად განწყობილი პრესაც კი ამბობს, რომ აღიარებს, რომ საქართველოში ეს არჩევნები შედგა. რას პასუხობთ ამ აღიარებას? უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მთელი პრესა, მაგრამ ვინც არის წაშავებს. ეს ერთი. მეორე ის არის, რომ ვარდების რევოლუციაც მოიწონეს დამკვირვებლებმა. ის ჩათვალეს, რომ ვარდების რევოლუციამდე არჩევნები შედგა, მაგრამ როგორც კი მოხდა ბოდიში და ვარდების რევოლუცია, მთელი ჩამოფრინდნენ ერთი საგარეო მინისტრი, მეორე საგარეო მინისტრი და მეორე თქვენს, ვახ, ეს კაცო რა მომხდარაო. ფორცდები მაშინ იწყებოდა ეუთოს დასკვნას, შეიძლება ქართული ხალხი არ იმსახურებს ასეთ არჩევნებს. ეუთოს დასკვნა ნახეთ დღეს. ჩემოინგა ნახეთ დღეს რა ხდება ტელევიზიებს ამოაქვთ ის ნაწილი რომელიც აწყობთ და 2/3 იმ ნაწილის რომელიც არ აწყობთ რომ ეს იყო მასიური ფალსიფიკაციის მთელ რო წერია რომ დემოკრატიის ერთი ნაბიჯი წინ იყო ის ამოაქვთ და რო იცახენ რომ ეს იყო მასიური ფალსიფიკაციის მთლობა რომ ეს იყო არასწორი მედია გაშუქება და რაღაცა ამას ტოვებენ ახლა კი ბატონო კარგით მე მიჭირავს ხელთ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის პრეს-მდივნის განცხადება როგორც მისიის პრეს-მდივანი რესტო კუზელი აცხადებს ეუთოს სადამკვირვებლო მისია საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრის შეფასების საკუთარ პოზიციას არ ცვლის რაც შეეხება ბატონი ბოდენის გამონათქვამს ის სრულად არ იყო გამოქვეყნებული კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი ზოგიერთი მტკიცებები და ჩვენ ამას გავარკვევთ იყო ასეთი რამ გავრცელებული მაგრამ შემდეგ ანუ რაღაც თქვა ანუ რაღაც თქვა და თავის მართლების პოზიციაში არიან. მე ამის თქმა მინდა რომ რაღაც თქვა და თავის მართლების პოზიციაში მე რაღაცას გეტყვით. ჩემთვის არ არის მთავარი ამერიკის და ბოდენის ინტერესები. არა, ეს არის უბრალოდ პასუხი იმ გაზეთზე, რომელშიც იყო საუბარი ხმების დათვლისას უხეშთა განსწრაფვა საქართველოს დღეს არის ძალიან პოლარიზებული. საქართველოში არ შეიძლება სამოქალაქო სიმშვიდის არევა და ვინც ხელს უწყობს სამოქალაქო სიმშვიდის არევას, ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება და სამოქალაქო სიმშვიდებს რევს უსამართლობა და ძალადობა. ადამიანს არ შეიძლება დაუტოვო მარტო ერთი გამოსავალი, რომ გამოვიდეს ქუჩაში და იჩხავლოს 24 საათი. იმიტომ არსებობს სასამართლო არჩევნები და ასე შემდეგ. არ შეიძლება ამის გაკეთება. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, აი, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ არ არსებობს სხვა გამოსავალი და საუბრობთ მეორე ტურზე. თუ კი ვთქვათ ეს შედეგები დარჩება საბოლოოდ, ანუ ცენტრალური საარჩევნო კომისია არ შეცვლის ამ შედეგებს და თუ კი პრეზიდენტი ოფიციალურად უკვე ამ შედეგების დადების შემდეგ პრეზიდენტად გამოცხადება მიხეილ სააკაშვილი. რას აპირებთ? აი, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ არ შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი ძალიან მძიმე დაპირისპირებამდე. როგორ წარმოგიდგენიათ ბატონო ლევან, როგორ შეიძლება პროცესების განვითარება? დღევანდელ გადაცემას დავარქვით ასე, შერიგება თუ დაპირისპირება. რა სიტყვით სადამდე შეიძლება განვითარდეს მოვლენები? მიტინგები რიყეზე, რუსთაველზე, რესპუბლიკის მოედანზე, იქით უკვე პრეზიდენტის ინაუგურაცია და რა მოხდება შემდეგ? იმის გამო რომ მე მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩემ ხალხთან და ჩემ ამორჩეველთან მე ვაკეთებ ესეთ განცხადებას მე შევხვდი მიხეილ სააკაშვილს როდეს რა მნიშვნელობაა გუშინ შევხვდი მიხეილ სააკაშვილს იმიტომ რომ მე ძალიან მაღელვებს ჩემი ქვეყნის ბედი ძალიან და უთხარი აუხსენი მას რომ არ შეიძლება ერთ მხარეს
იდგეს ძალაუფლება და მეორე მხარეს იდგეს ხალხი. ეს იყო ჩემი მოსაზრება. მე შევხვდი დავით გამყრელიძეს, მე შევხვდი ყველა, ბადრის გარდა, ბადრის შეუძლებელია მაგასთან შეხვედრა. რატომ ლონდონში როა, იმიტომ რომ თუ თქვენ აღარ გინდათ? აღარ არის ურთიერთობა, მე ვთვლი რომ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგ თემას აღარ დავუბრუნდეთ რა. დათოს გამყრელიძეს შევხვდი, შალვა ნათელაშვილს და ირინას არაშვეს, ჩვენ ყველანი ერთად დღეს უწმინდესთან ვიყავით. საქართველოს რო დაბრუნდეს 20 წლის წინანდელ ქაოსში, ეს არის დაუშვებელი. ეს არ არსებობს. მე ამაზე პასუხისმგებლობა არ მემიღია. მაგრამ მეორეს მხრივ დაუშვებელია ამ უსამართლობის გაძრება. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება. რა ფორმები მიეცემა ამას? ეს იქნება მიტინგის ფორმები, ეს იქნება მანიფესტაციის ფორმები, ეს იქნება შიმშილობის ფორმები, ეს იქნება საყოველთაო დაუმორჩილებლობის ფორმები. ბრძოლა გაგრძელდება, მაგრამ ეს იქნება აბსოლუტურად მშვიდობიანი ფორმები. მაგრამ როდესაც სხვა გზას არ გიტოვებენ და არ არსებობს სხვა გზა, გამორიცხულია რამე დათმობებზე წასვლა. გამორიცხულია, იმიტომ რომ ფაქტობრივად არჩევნებში უნდა შედგეს მეორე ტური. ეს არის მთელი ქართული მოსახლეობის მოთხოვნილება. მოცემულობის მოთხოვნილება. თუ შენ ჩამიკეტავ CSKO-ს და იქ რაგვარია ის კაცი თარხნიშვილს დამისვამ, ჩამიკეტავ უზენაის სასამართლოს და იქ კიდე რომელიღაც ჯიბის კაცს დამისვამ, იქ მილიცია დაატერორებს კიდე ხალხს და ჩვენი ძალიან ბევრი აქტივისტია დაჭერილი. დღეს კახა კუკავას თხოვეს სია. სადაც 500 კაცზე მეტია. მე ეგეთი რამე არ გამიგია რა. როდის დაიჭირეს? აი დაწყებული 7 ნოემბრიდან და დღემდე მთელი ჩვენი შტაბების აქტივისტები, ზოგი ამ ფორმით, ზოგი იმ ფორმით, ზოგი 7 დღით, ზოგი 2 თვით დაჭერილია. კი ბატონო, მაგრამ ამაში ახლა ყველაფერს ხო აქვს თავის საზღვარი. ბატონო ლევან, მე უნდა მიუბრუნდე ხა თემას, რომელზეც თქვენ დაიწყეთ საუბარი. ცხადია, ამას ვერ ჩაულით ისე. მე შევხვდი მიშას, თქვენ თქვით. ვისი ინიციატივით და გუშინ მოხდა ეს შეხვედრა და სად შედგა ეს შეხვედრა? მე სულ არ მაინტერესებს ვისი ინიციატივით. არა, თქვენ არ გაინტერესებთ, ეს უცნაური პასუხები გაქვთ ხოლმე, არ მაინტერესებს რაც მომეპრიანება. ალბათ მაყურებელს ძალიან აინტერესებს ვისი ინიციატივით. ეს იყო თქვენი ინიციატივა, ეს იყო სააკაშვილის? თავისთავად მოხდა შეხვედრა. ეს შეხვედრა მოხდა თავისთავად. ინიციატივაში ყველაზე დიდი როლი ითამაშა ნინო ბურჯანაძემ. პირდაპირ გეუბნებით. დღევანდელმა როგორ თქვა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ანუ ბატონო ლევან, ის პირობა, რომელიც მანამ სტუდიაში დადო, რომ იგი ოპოზიციასთან თანამშრომლობას თავაზობდა ოპოზიციის ლიდერებს, ის ასრულებს ამ პირობას? არანაირ თანამშრომლობაზე ლაპარაკი არ არის. არანაირზე. აქ მოხდა შეხვედრა იმისთვის, რომ იქნება ამ მართლაც წვავე და განსაკუთრებულ ძიმე დროს მეორე ტური ქვეყნის საკეთილდღეოდ და შეიძლება თუ არა ამ წვავე და ძიმე მდგომარეობის განმუხტვა, როდესაც ჩვენ 90-იანი წლები გვაქვს გავლილი და ამ ხელა საზოგადოების პასუხისმგებლობა კიდია კისერზე. განმუხტვა, რა არის თქვენეული განმუხტვა და რა გითხრათ სააკაშვილმა? რა ხო რაღაცას ხო გეტყოდათ შემოთავაზებდათ სიტუაციის განმუხტვისთვის? მე არ გეკითხები თქვენ დეტალებს, რომლის პასუხის მიღების იმედიც არ მაქვს, მაგრამ ანუ აი განმუხტვა, როგორც მე მივხვდი შეხვედრა შედგა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არ გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, ხო? დიახ. როგორ წარმოგიდგენია თქვენ მას განმუხტვა? თუ კი შედეგები იგივე დარჩება, მეორე ტურის თემა ავტომატურად იხსნება. ამ ქვეყანაში არა. ამ ქვეყანაში არა, ანუ რა სიტყვით თქვენ, როგორ უნდა მიიღოთ მეორე ტურის შედეგები? კონკრეტული ლაპარაკი იქ არაფერზე არ ყოფილა, აქ იყო ლაპარაკი. სანამ ამ ქვეყანაში არ მორჩება ძალადობა, ამ ქვეყანაში სამოქალაქო სიმშვიდის სამოქალაქო აღელვების რისკი იქნება ძალიან მაღალი. ამის პასუხისმგებელი მე ვარ, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა მილიონამდე ადამიანთან, კაცო, როგორ შეიძლება ეხა სანამ არჩევნები მოხდებოდა, მთელი ნაციონალური მოძრაობა მაბრალებდა, რომ 150,000, იმიტომ გამოვიდა 2 ნოემბერსო, რომ 150,000 კაცი გვიჭერს მხარსო. მთელი საქართველო გვიჭერს მხარს, მთელი საქართველო გვიჭერს მხარს. არ არსებობს დღეს ჩემთვის დე იურე პრეზიდენტი, არ არსებობს. დღეს დე იურეთ არის მეორე ტური. თუ ჩვენ ამ ქვეყანაში მინდა სამოქალაქო მშვიდობა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვიქნები პირველი ადამიანი, ვინც
მას გამარჯვებას მოულოცავს მეორე ტურისში გამარჯვების შემთხვევაში. კარგით, ეს გასაგებია, მე უბრალოდ წეღან იცით რა გკითხეთ, რის საფუძველზე უნდა დაინიშნოს თქო ეს მეორე ტური, მე დათო გამყრელიძეს სამართლიანი არჩევნების არა, რა უნდა მოხდეს, რომ თინა ხიდაშელმა თინა ხიდაშელს თავი დავალებოთ თქვენი პასუხი მაინტერესებს. აი რის საფუძველზე თუ კი ამ კაცს აქვს ის პროცენტი რაც აქვს და თქვენ გაქვთ თქვენი პროცენტი, მე ვამბობ თუ კი ეს დაიდოს საბოლოოდ. არა, მარნეული და ეს ისინი რომ ჩამოაკლო, არავის. როგორ უნდა ჩამოაკლო? გააუქმოს გინდა CSKOM და გინდა სასამართლო, მისაც არ არსებობს ფიზიკურად. ხო არ შეიძლება იჯდეს მთელი CSKOM მიხეილ მაჭავარიანის თამადობით და ყოველ დღე აბალანსებდეს მთლიანი არჩევნების სოკ. მაჭავარიანი აკონტროლებს. მაჭავარიანი არის ამის არ ვიცი, უდიდესი პროფესიონალი. აკონტროლებს კი არა, თავზე აზრის ყველას და ყველაფერს საარჩევნო მნიშვნელობით ვიძახი. აქედან გამომდინარე უკან ნაბიჯი არ არსებობს. ეხლა ბრძოლის რაფორმები იქნება, ეგ მართალია ჩვენი ეროვნული საბჭოს გადასაწყვეტია. მე კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ეროვნულ საბჭოში არ არის ის განწყობილება, რომ აქ ჩვენ მივიღოთ რაღაცა უბედურება საქართველოში, მაგრამ პროტესტი გასაგრძელებელია. მე პირადად არ კაცო მართლაც სამართლიანობისთვის ვიბრძი და უსამართლობას ეხლა შეურიგდე. ეს არის შერიგდებით თუ არა ამ კითხვაზე პასუხი რა. დიახ, ჩვენი ინტერაქტივის შეკითხვა არის სწორედ ასეთი, რა მოხდება ჩვენ მაყურებელს ვეკითხებით, როგორ ფიქრობენ ისინი, მოხდება თუ არა შერიგება თქვენ შორის სიტუაცია მშვიდობიანი ხელებს წევ, მშვიდობიანი მანიფესტანტები და მიტინგოსნები 13-ში 2 საათზე, მაგრამ უსამართლობაზე შერიგება არ იქნება. კარგით, და რამდენი ხანი გაგრძელდება თქვენი პროტესტი, თუ კი ეს მაინც ისე მოხდება, როგორც თქვათ დღევანდელი შედეგებით არის პროგნოზირებად. გააჩნია კიდევ ერთხელ ვიძახი პროტესტის ფორმას. ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ერთი ფორმა იყოს ხალხის გამოყვანა და ძალიან დიდძალი ხალხის გამოყვანა, მეორე ფორმა იყოს წამოწვევი სადმე და შიმშილობას დაიწყებ, მესამე ფორმა იყოს რომ ჯაჭვი გაკეთდეს აქედან და მცხეთამდე და სანთლები ავანთო და დამთავრდა, სულ სხვადასხვა ფორმებია და სულ სხვადასხვა ვარიანტებია. მაგრამ ყოველთვის ახალ რაღაცას ეროვნული დაუმორჩილებლობა საერთოდ ისეთი ფორმაა, რომ ქუჩაში არავინ არ ადგას. საერთოდ ისეთი ფორმაა, მაგრამ არ ცნობენ ასეთი წესით არჩეულ პრეზიდენტს. აი ეს არის და იქცევიან ისე, როცა მათ სხვა მოსაზრებები აქვთ. ისე იქცევი, ეს არის ეროვნული დაუმორჩილებლობა. მილიონი პროტესტია, მილიონი. კარგი, და ვიდრე დაგემშვიდობებით, მინდა გკითხოთ, რამე ხომ არ დაგჭათ კიდევ სათქმელი, თქვათ ამ პირდაპირ ეთერში, რომლის თქმაც სურდა ლევან გაჩეჩილაძეს არჩევნებიდან, დღეს არის პირველი პირდაპირ ეთერი თქვენთვის. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაგრად ვარ, ძალიან მხნეთა ვარ. დღეს უწმინდესთან ვიყავი, ძალიან კარგი შობა გქონდა და მინდა ჩემ ხალხს და ჩემ მომჩევლებს კიდევ ერთხელ მოულოცო შობა, ახალი წელი და მაგრად ვიყოთ, ყველაფერი მაგრად იქნება. ხო იცი, რაც უფრო ძნელად მოდის, მით უფრო ტკბილია. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მე მინდოდა რომ ჩვენი საუბრის განმავლობაში ჩაგვერთოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, თუმცა რამდენადაც ახლა მეუბნებიან იგი იმყოფება სხდომაზე, ალბათ ოდნავ მოგვიანებით ჩვენ გადაცემის განმავლობაში მოვისმენთ მისგან ამ გაყალბებებზე პასუხს. მე კი ჩემი მხრიდან მინდა ასეთი რამ გითხრათ, პირველ რიგში გისურვებ წარმატებებს და მე მინდა გთხოვოთ, ვთქვათ, ის აგრესიული დამოკიდებულება, რომელიც აი ამ დღეებში ჩვენ ყველამ დავინახეთ ჟურნალისტების მიმართ, მე გულისხმობ თქვენს პრესკონფერენციებს, გულისხმობ თუნდაც იმას, რომ ერთ-ერთი უცხოური საერთაშორისო სააგენტო ჟურნალის გუშინ თქვენს მიტინგზე ჩაარტყეს თავში დროშის ტარი, მე არ ვამბობ სპეციალურად ვინ იყო ეს ადამიანი და ასე შემდეგ, ის შეურაცხყოფა, ვთქვათ, რა ჟურნალისტებს აქვთ მიღებული ამ დღეებში, ისე როგორც თქვენმა მეგობარმა, როგორც ჟურნალისტმა, მინდა გთხოვოთ, რომ ასეთი რამ აღარ უნდა მოხდეს ოპოზიციის მხრიდან, იმიტომ რომ როდესაც ზეწოლაზე არის საუბარი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ახორციელებს ზეწოლას. ჟურნალისტი, ეს ოპოზიცია თუ ხელისუფლება. ვისაც დროშის ტარი ჩაარტყეს, მინდა ბოდიში მოვუხადო, მე არ ვიცი ვინ არის და ვინ ჩაარტყა. თუ ეგეთი რამე მოხდა. ეს მოხდა თქვენს მიტინგზე, თქვენი მომხრეების მხრიდან. ხო, მაგრამ ეხლა შეიძლება სხვის მიტინგზე, ეხლა მე ბოდიში ვხვდი რა, ვინც არ უნდა მომხდარიყო, გამომდინარე იქიდან რომ იყო ჩემი მიტინგი და არასერიოზული საქციელია. რაც შეეხება ჟურნალისტებს, მე მინდა ინგა გთხოვ, აი ადამიანურად. ორ ნაწილად დავყოთ ჟურნალისტები. არიან ჟურნალისტები, რომლებიც არიან სააკაშვილის შტაბის წევრები და არიან ჟურნალისტები, რომლებიც წვალობენ, რომ იყვნენ დამოუკიდებელი ჟურნალისტები. ამ განსხვავებიდან გამომდინარე, არის სწორედ ჩემი რეაქციები რა, იმიტომ რომ
არიან ზოგიერთი ნაწილი ჟურნალისტები, რომელიც მართლა მხარეს წარმოადგენენ. ჟურნალისტები, რომელიც იტყვიან გარდაცვლილ გმირ ხალხზე, რომ ამათ ესენი არიან ძველი ბიჭებიო, თავისი ზედმეტი სახელების მიხედვით, ეს არ არის ჟურნალისტი. არა, მათ არ იცოდნენ უბრალოდ ვინ იყვნენ ეს მაშინ რაღა ჟურნალისტი ხარ. კარგით. მე მინდა ასეთი რამ შემოგთავაზოთ გარკვეული პერიოდის შემდეგ, იგივე როცა ჟურნალისტების თემაზე არის საუბარი, დამთანხმდეთ რაღაც პერიოდის შემდეგ მიიღო ток-შოუში მონაწილეობა სწორედ ჟურნალისტებთან ერთად და მოდით ერთად მოусმინოთ რა შეკითხვები და პრეტენზიები აქვთ მათ თქვენს მიმართ, თუნდაც იმ წინასაარჩევნო დღეებში, კამპანიის დღეებში, რომლებიც მათ მიიღეს ბრიფინგები. ყველა ადამიანის თავისუფალ აზრს მივესალმები. და შემოსახლეობას მაინც ველოდები 13-ში 2 საათზე. მოწოდებების გარეშე ძალიან გთხოვთ არ დაუშვებთ მოწოდებებს. ჟურნალისტებთან პირდაპირ დიალოგისთვის და ნებისმიერი მწვავე კითხვისთვის მზათა ვარ დიდი სიამოვნებით. ძალიან დიდი მადლობა. მაშინ ლევან გაჩეჩილაძეს დღეს აღარ უჩხუბია, იგი იყო მშვიდი და იღიმებოდა, რაც ბოლო პერიოდისთვის იყო ძალიან უცნაური. როგორც ჩანს პატრიარქთან შეხვედრამ თავისი შედეგი გავა. ძალიან მინდა გითხრათ. ძალიან კარგი, ამ თემას რაზე ისაუბრეს კათოლიკოს პატრიარქთან ჩვენ განვაგრძობთ რეკლამის შემდეგ უკვე დავით გამყრელიძესთან ერთად. ერთს კი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ მოხდეს საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება. აი სწორედ ეს იყო შეხვედრის მთავარი თემა. თქვენ უსმენთ ლევან გაჩეჩილაძეს, რომელიც 5 იანვრის შემდეგ პირველად საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ჩვენ რამდენიმე წუთით რეკლამაზე გავდივართ, რეკლამის შემდეგ კი ჩვენი სტუმარი იქნება დავით გამყრელიძე. დაგველოდეთ.